ჩრდილოკორეულმა სარაკეტო დანაყოფებმა რუსეთის დასავლეთით ვორონეჟის ოლქში განლაგება დაიწყეს. ასეთი უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლის ცნობა, რომელიც სააგენტო როიტერს ესაუბრა. წყაროს თანახმად ფხენიანი მოსკოვს უზრუნველყოფს 120 ბალისტიკური რაკეტითა და 6 გამშვები დანადგარით. ამასთან ვორონეჟის ოლქში კრემლის მოკავშირე აზიური სახელმწიფო 112 სარაკეტო ბრიგადის 90-მდე სამხედროს გზავნის. ეს ყველაფერი კი უკრაინის წინააღმდეგ დარტყმების გასაძლიერებლად და ომში მყოფი ქვეყნის საჰაერო თავდაცვის სისუსტეების გამოსაყენებლად. ამ სისუსტეების შესახებ კარგადაა ცნობილი კრემლისთვის და სწორედ ამიტომ ძირითადად კიევის მიმართულებით რუსული საოკუპაციო არმია უპილოტო საფრენი აპარატების ნაცვლად უფრო მეტ უპირატესობას ანიჭებს ბალისტიკური რაკეტების გაშვებას, რომელთა ჩამოგდებაც ჩვეულებრივ რაკეტებთან შედარებით გაცილებით რთულია, მით უმეტეს პეტრიოტის საზენიტო სარაკეტო კომპლექსის გარეშე. თავად უკრაინის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ 5 აგვისტოს მძლავრი იერიშებისას ქვეყნის თავდაცვის ძალებმა ვერც ერთი ბალისტიკური რაკეტის განეიტრალება ვერ შეძლეს. რითაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ჯერზე მოუწოდა პარტნიორებს ამ მიმართულებით კიევისადმი მხარდაჭერა მხოლოდ სიტყვებით არ გამოხატონ. სააგენტო როიტერსთან საუბრისას უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენელმა ანდრი ჩერნიაკმა თქვა, რომ ვაშინგტონისთვის ცნობილია ფხენიანისა და მოსკოვის ამერთობლივი ქმედებების შესახებ, თუმცა არც მას უსაუბრია დეტალებზე და არც ამერიკულ დაზვერვას გაუკეთებია რაიმე კომენტარი. კიევისთვის ჩრდილოკორეული ბალისტიკა სიახლე არ არის. სიახლე მხოლოდ ისაა, რომ მათი გამოყენება მოსკოვმა ივლისის ბოლოდან გაახშირა. ფხენიანმა რუსულ მხარეს ბოლო პერიოდში მიაწოდა 40 ერთეული KN-23 და KN-24 ტიპის ბალისტიკური საფრენი აპარატი, რაც სამხედრო ანალიტიკოსების თანახმად დიდ საფრთხეს წარმოადგენს კიევისთვის. მათი პოზიციით ფრონტის ხაზზე წარუმატებლობისა და რუსეთის სიღრმეებში უკრაინული დრონებით იერიშების შედეგად გამოწვეული კოლოსალური ზიანის გადაფარვას კრემლი ფხენიანის შეერების გამოყენებით უპასუხებს. ექსპერტები შიშობენ, რომ მოსკოვი ბალისტიკის უფრო აქტიურ გამოყენებას დაიწყებს შემოდგომის ბოლოდან, განსაკუთრებით ზამთრის სეზონზე, უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურის გასანადგურებლად. საგულისხმოა, რომ ჩრდილოკორეული რაკეტები მაღალი სიზუსტით არ გამოირჩევა, თუმცა ისინი რუსული წარმოების რაკეტებზე გაცილებით დიდია და სამიზნემდე მიღწევის შემთხვევაში მასშტაბური ზიანის გამოწვევა შეუძლია. ეს უკრაინამ იწვნია გასულ კვირაში, რადუშნეს დასახლებაში, როდესაც ფხენიანის მიერ წარმოებული რაკეტა საცხოვრებელ სახლს დაეცა და მინიმუმ 5 ადამიანი შეიწირა.